ალკოჰოლზე დამოკიდებული იყავით? არასდროს არ ყოფილა ალკოჰოლ. მე შემიძლია ბევრი დავლიო. შემიძლია საერთოდ არ დავლიო ვიждე სუფრასთან. თუ არ მომწონს მე კომპანია, გამორიცხულია რომ დავლიო. სიმთვრალეში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი სიმთვრალე გქონდეთ, ზოგჯერ არის მომენტი, რომ ჟარგონულად რო ვთქვა, ჭედავენ. არასოდეს არ გაგიჭედია. არ გიჩხუბია თვითონსთან. არასოდეს ერთხელ იყო ჩემს ცხოვრებაში ესეთი შემთხვევა. წყალტუბოში ვიყავი, კონცერტი ქონდა და მომაკითხა ჩემმა მეგობარმა, ნუ ხა არ ვიტყვი რომელი გუნდი, რაღაცა, მოკლედ მოიგო საქართველოს ერთ-ერთმა გუნდმა იქ ფეხბურთი მოუგო მეორე გუნდს და ნუ წავედით საქეიფოთ. ეს ჩემ ახალგაზრდობაში ხდება რა, აი კალაძე, კინკლაძე ეგენი რო თამაშობდნენ, აი მაგ პერიოდი არის. ხო და მოკლედ ისე დავთვერი, რომ არ მახსოვს როგორ მომიყვანეს კოტეჯში ცხოვრობდი, რაღაც წყალტუბოში ხო კოტეჯები რა, იქ დილით გამოდივარ კოტეჯიდან ეს უნდა გავიზმორო და ხედავ მანქანები დგას ეს ჩამწკრებული და იღება, გადმოდიან ეს ფეხბურთელები. თემო რა გაწყენინეთ ამისთანაო, დაგვაფარე თავზეო ყველას. ვაგინეთ? ვაგინეთ თურმე ყველას. ოღონდ მიხვნე რომ ვერ ვიყავი კარგად. აი ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში და წავედით ახლა დავა ჩაიჭი წავედით უნდა ვიქეიფოთ და წავედით ვიქეიფოთ უკვე ჩვეულებრივ. ნუ მაგარი გადარჩენილი ხარ. ფეხბურთის გუნდი თუ შემოგვიწეო და ერთდროულად. ხო ეს დაახლოებით ერთი ალბათ 30 წლის წინანდელი ამბავი შეიძლება მეტიც კიდე რა. თქვენ ხართ ნაცემი? ერთხელ. როდის? გამხადეს კურტკა და სინიაგი მქონდა თვალს. 90-იანებში თბილისში. ხო, თბილისში. და ერთხელ მოსკოვში რომ დამაყაჭაღე სახლში შევმივარ და იარაღი თავი გამიტეხეს. მარტო იყავით სახლში? მარტო ვიყავი, მე თვითონ გავუღეკარე. შემოვარდნენ უცებ გამკოჭეს, ჩამარტყა იარაღი, დამაგდეს, ხელები გამიკოჭა და აი ესე ვიზა კი უყურებდი როგორც მიდავდნენ ჩემს სახლს.